ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia საბერძნეთთან დაიწყეს ტვიტების ჩამოტანა, ასე რომ შედი თუ დაინტერესებული ხარ და ჩამოგიტანეთ სწრაფად ხარისხი. გამარჯობათ მეგობრებო, არხი გამოწერება კარგია. გამარჯობათ. კიდევ ერთი ვიდეო გადავიღოთ კულინარიული, ამას ქვია კულინარიული შოკი. მოდიში რომ ხელი მეცე დავდე მაგითაზე, შენც აიღე. იცი რატო? არასოდეს იდაყვევი მაგიდაზე არ დააყო. ეგ არის ძალიან დიდი უზრდელობა, გამიგე? აი წარმოიდგინე, მინახია ხალხი ზის მაგიდასთან და აესე. და ჭამენ. მერხლე სწავლის დროსაც ჯობია რომ ესი არ აყრა, არ მიეჩვია. ადრე კაი მანერებს ვასწავლდნენ ბატონო დავით. ხო? ადამიანებს. ეხლა მანერებს აღარ ასწავლია. მაგიდაზე წამოწოლებიც ეჭამენ. წიგნებს უდებდნენ ხოლმე. იღლიაში. სადილის დროს. ბავშვები რომ სასწავლებელში იყვნენ. და ეჩვეოდნენ რომ ხელები ქონოდათ ესე. ანუ 10 წელი რო ესეჭა, მე ესე ვეღარ აჭამ. ერთი იყო გვერდით ჭაგარაკაცი მეჯდა და ესე წამოწო მაგიდა და ესე ჭამდა. ეგ ისე რა. ახლა კულინარიას ეხება მე ხო არ ავჭამდი, მაგრამ მაინც მაგიდაზე ხელებს დაღლობ, არის ყველაზე დიდი უზრდელობა. ეგ დაიმახა. ცხოვრებაში გამოგადგება. შეიძლება სულ არ მოგიწევს ეგ საზოგადოებაში ჩავარდა და სულ ხალხი. სულ როგორ რა, ვინც აზრი არ არის, მაგრამ მოკლედ, გავაკეთოთ მაგარი საჭმელი. ქათმის მკერდი უნდა, პაპრიკა უნდა, შავი პირფილი უნდა, მარილი, კვერცხი, წყალი და ზეთი. ქათმის გაროკედება რა ქვია, ამერიკული რა კენტუკური რაღაცა, KFC, ხო იცი? აი ამასთან ეხლა მე რასაც გავაკეთებ, მიუქარია. ეს რიგების ჯობს. ანუ მსგავს იქნება ხაშუნაი. ხაშუნა იქნება, ოღონდ იმასთან შედარებით არაფერი. ხო და კიდე ეს გვინდა. ამაში ყრია უბრალოდ ჩვეულებრივი ფქვილი. ეხლა ნახეთ. იღეთ მკერდს და სწორი ზოლებათა ჭრით. აქ კიდე ერთი ძალიან მაგარი ასპექტია, მნიშვნელოვანი, რომ დანა უნდა იყოს მაგარი მჭრელი რა. ბასრი მჭრელი, კი ბატონო. აი ესე ზოლებათა ჭრით სიგანეში უნდა იყოს 1 სანტიმეტრი, მეტი არა. ანუ ერთი მკერდის ნაჭერი უნდა გაიჭრას იმდენ ნაწილად, რამდენი სანტიმეტრიც არის სიგრძეში. სქელი არ დატოვოთ, თორი არ გამოვა. და ეცადეთ, რომ ყველა ნაჭერი იყოს. თუ ეხლა ცოტა დაიგლიჯე, ეგ არ აუშავს რა. ამიგე? ჩემი აზრით ეს გემრიელი. რომ კერდით რა გავაკეთებია ჩვენ, გემრიელი. კერდი საერთოდ რბილია, ხო? იმიტომაც არის ძველი. კერცი ძვლები არ არის, ხო ეგრეა? ძვლები რო არ არის, რას ნიშნავს? მარგი ქმედების კოეფიციენტი უფრო მეტია, ვიდრე ჭამის ამბავში ვიძახი რა. და მე თავს არ ავდებ რა ფიზიკოსი ვარ, მაგრამ ნუ ყველა ხორცი, მთელი ხორცი უნდა დაიჭრას აი ესე. ეხლა მე რო თქვენ დავჯეთ აქ. და ხო, ხუდი, აი ეს ხუდი. ესეთ ხუდებს ედის ლუქ სტაილი. ლუქ სტაილი ქვია? ცოტა ხმადაბრად იქნებ ვერ გავიგო. ქვია. აი ესეთ კარგ ხუდებს ედის. დაიბარე, ბაითი. ამას მაგარი ხუდი აჩუქა ლუქ სტაილი. ლუქ სტაილი და გიფეშხაშა. ო. აი ესეთ ხუდია. აი ესე. მიჭერ ხო, მაგრამ უცხო პლანეტასა გივხარ. ვიცი. და ის რა ქვია? ეგრე იყენებ ხოლმე? ქარში ვიყენებ ხოლმე და აი ბუჩქებში რო გადიხარ და თვალში რამე ვიმე. აა, მადგება ხოლმე რა, ეხლა რაღაცა. თასავით კაცი რომ მოდის და მთელი ტყე რომ მიაგ და შე რომ მე ხდება თვალებში. უკან? თასავით კაცი თუ მიდის, მაშინ თუ ეგეთ რამეს აკეთებს, ყოფილა უკონო. უკან მიმავალ კაც როგორ ხო, პრინციპში კაია. ხო. მე მივესალმები. ქარშიც გამოგვიყვება. თვალი ხო 10 არ არის შუა, თვალი არის 1. თუ თვალი არ დაიცავ. 2-ია თვალი. 2-ია?
რავი ზოგი ციკლოპაცაა ძალიან ორი აქვს ზოგადად ადამიანი ო მაგრამ ის ორი როა შვილო ჯობია რომ ისე ორად დარჩეს და ერთი არ გახდეს ხო ეგრეა მე რამის ეგრე დავჭი ხო იცი მოკლედ ეხლა ამას დავჭი მეგობრებო და მე ამას დამარინადება უნდა რა ხორც ანუ ეს იაფად როგორი ეს სწრაფად არ აკეთება რა ანუ ქათმის ხორცი ვისაც გიყვართ ისინი მე დამ კერძი რომელიც მოგვიეთებია შენია ყველაზე რთული აუ ეგ რა მითხრა მე რაღაცებს ვერ ვაკეთებ იმიტომ რომ მეშინია რა აბა რა წიწილი მაყვალში ო აბა ჯერ სეზონსაც უნდა დაელოდო რომ ყვახე ის უნდა რა ხია ყვახე შინდი არა ყვახე ყურძენი ახსოვს სიმჟავის გამო ყვახე ყურძენი გავუკეთეთ ეხლა ამას ვერასაც ვაკეთებ არ არის რთული გასაკეთებელი სახშიც ადვილად მოამზადებს რაღაცა ცეცხლების დიდი საშუალებაა რომ გააკეთო იმიტომ რომ ჩვენ ფეჯზე ვაკეთებ და ვერ ვაკონტროლებთ იმას რომ რამდენად ფეჯი ქართულად არის ღუმელი ამ შემთხვევაში არის რისი ღუმელი შეშეს ხო ეგრეა მოდი რა ბატონო დავით მოერიდე რუსულად ლაპარაკს კარგი ეგ ხალხი ჩვენი არაკეთილმოსურნე ადამიანები არიან მიგე არა ჩენეთ მაგალი რომ უნდა გაგოჩერებინა მე უნდა დავჩერდეთ არ ვიცი მოკლედ აი ესე დავჩერი სულთლიანად ამ ლაპარაკში ბატონო დავით სულ შემომეჯრა აი ეს მაგარი დანა მაქვს რა აი მაგარი დანა მაქვს სვანეთში აკეთებს ერთი კაცი 16 დანაში იმას არ ფეშკაშია ჩვენთვის მაგრამ შემაძმაკაცმა მაჭუკა და იმის შემდეგ რა ვიცი ბევრ იმაში გილახიათ ალბათ გადაცემებში ჩემი განუყრელი არა ჩვენ ვიდეოში თუ ერთხელ ამას გამოვიყენებ ხოლმე კულინარიაში კი ბატონო ეს არ არის არანაირი პრანჩია დანა ეს არის ნამდვილი გამოსაყენებელი დანა დამასკო კი ბატონო მოკლედ 1 კილო ხორცია ვაქცია აი ესეთ რაღაცა ეხლა ბატონო დავით ეხლა იწყება თავდავით ეხლა ვიგებ ფილს კვერცხი გადავალაგოთ იქით და ჩავყაროთ რა და შავი პილპილი და პაპრიკა აი ესეთი რაღაცა გამო ამას დავამატოთ მარილი ну მარილი ძალიან ბევრი არ უნდა მაგრამ აი ესეთ რამეს ვისო არა ამას უნდა 3 კვერცხი შიგნით მაგდან კვერცხის გატეხო ბატონო დავით ვერ ვისწავლე რა მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ სოფლიოში ყველაზე დილეტანტი ის ვადახია კულინარი მაგრამ ახლა გემრიელად ჯამა მიყვარს ამას წყალი უნდა თბილი და დუღალი არ დაასხათ და მოურიო კვერცხები გატყდება ფქვილში აირევა უნდა გახდეს ერთგვაროვანი მასა ანუ ბევრი უნდა ურიოთ რა ბევრი უნდა ურიოთ ბატონო დავით ცივი წყალი არა გვაქვს წყალი მომაწოდე რა ის დუღალი არ ვარ უკვე ეგრევე მოხარშო აი ხო დადი ანუ ამას ახლა ცივი წყალი დავასხეთ მოიცა გინდა ჯოხით უკვე აღარ გამოვა ბატონო დავით ეს საქმე უნდა ხელით ანუ ისე უნდა მოურიოთ მოკლედ მეგობრებო აი ესეთი მასა უნდა გაკეთეს აი ესეთი ერთგვაროვანი და ამ ერთგვაროვან მასაში და ჩავყარო ეს ხორცი კვეწულად დაჭრილი უნდა ჩავყაროთ სუმთლიანად ეს ეხლა შეიწოვს ხო ეს ხორცი ხო დამარინდება მაგასაც აი ხა ნახეთ როგორი რაღაცა და ამას შიგნით რამოდენიმე წუთი უნდა რომ კარგად აი მას ქნას რა ქვია შიგნით აირიოს ხო აირიოს ანუ ისეთი ადგილი არ უნდა დარჩეს
სადაც არ მოხდა. ეს ხო ხორცია ბატონო დავით. ხო და როგორც მასაჟი, აი ეგეთი რაღაცა უნდა გაუკეთო რა, რომ ეს ყველაფერი შიგნით ხორცში შევიდეს, აი ესე. და 2 საათის განმავლობაში უნდა შედგათ მაცივარში. ან ცივადგილას უნდა ჩვენ ახლა ტყეში ვართ, მაცივარი არა გვაქვს, ასე რომ ტყეში გავიკებ და გავიტანთ აი ახლა გარეთ ქოხის გარეთ და რამე ცივადგილას დავდებთ რა, რომ გაყინვით არც ერთ შემთხვევაში. ეს ღამეცო დატოვოთ, არაფერი ისეთი პრობლემა არ იქნება. მთავარია, რომ არ გაიყინოს. სიცივეში კი ბატონო იყოს. ანუ აი ახლა ესე კარგად დაურევ. აი შეხედეთ უკვე ხორცი აი ნახე რანერი გახდა. ეხლა ეს ყველაფერი კაი ჯიგრიანად შიგნით უნდა შევიდეს. და მერე გაჩვენებთ თავარ დრამატულ მომენტს. მარილი ხო უკეთ. მოგი თუ კიდე უკენი რაღაც გული მეთან აღრება, მიდი. ჩააყარე. თან არა, მიდი. კიდე. ერთიც ხო მოჭით რომ ჩააყარე. აი. აი ესე. მოგედეს დავტოვოთ 3 საათი. რა უნდა მეთქვა? ეს არის ბავშვების ძალიან მაგარი საჭმელი. ბატონო დავით აი როგორ გითხრა რა, იმ KFC-ს და რაღაცებს ხო ჭამდა გიყვარს? თითქმის ყველას უყვარს ეგეთი რაღაცების ჭამა რა. სახში რო სადილია, მაინც ჩალიჩობრო ბურგერი ან რაღაც ეგეთი ჭამა, ხო ეგრე. ხო და ამის შემდეგ აი ეს გეცოდინება, აი ესე უნდა იყოს. მოკლედ ესე. დავტოვოთ ახლა 2 საათი დაველოდოთ. დაველოდოთ. და მერე აი ამაში ზუსტად 2 საათი ნახევარი იყო ეს ქათამი. შეიძლება მეტიც. შეიძლება მეტიც. ამოვიღოთ. ეს უნდა ამოვგანგლოთ. და საფანელში ამოვგანგლოთ. მაგრამ მე რამეს გეტყვით რა. საფანელში ამოგანგლა. მაინც ეს მე დავამატე რა. იმიტომ რომ ეს იდეას ფილშია ბატონო დავით. ანუ ზოგადად აი KFC-ს იცი როგორ წავენ? აი ხრაშუნა რო გამოდის. ხორცი იღებენ. აი ჩვენ რო გავაკეთეთ. ქვილი ავიღეთ, კვერცხი და საფანელი. გახსოვს ძალიან ადრე რო გავაკეთეთ. მერე? და ამას უკვე ფქვილი ურევია და აღარ სჭირდება ანუ კვერცხიც ურევია და ფქვილიც. მაშინ მოდი ესე ვქნათ. ზეთში შავშოთ ესა. ამოიღო და ნახოთ რა შედეგი გამოიღო. აი ეს. მოდი ერთი პარტია. ეხლა ეს დაიწყებს აქ ფუხფუხს. უნდა გახდეს ხრატუნა. მაგრამ ერთი რაღაცა აქვს ცუდი ამას რა. იმიტომ რომ ქვაფში როცა ანუ ცეცხლის ღუმელზე რო ვაკეთებ, ეხლა უნდა დიდი ტემპერატურა. დიდი ტემპერატურა, მაგრამ არა უშავს ბატონო დავით. შეუფითილოთ ღუმელს. და ტემპერატურაც ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ ცეცხლთან მუშაობა. ჩვენ სამწუხაროდ თანამედროვე ტექნოლოგიების მსხვერპლი ვართ. რაოდენ კარგიც არის და საამო თანამედროვე. ხო, მოდი ახლა ღვინოზე ვილაპარაკოთ. არც ერთი ქართული საღვინე კომპანია თუ მეღვინე კომპანია ჩვენთან ორ-ორი ბოთლი რა გაგიხდათ ახლა თუ ვიღაცა გვიყურებთ რა. თქვენი ღვინოს გამოჩნდება და მე პირადად დაინტერესებული ვარ რომ ქართული ღვინო განვითარდეს. თვალი დავდგავ ვისკაზე და ფრანგულ რაღაცებს. ქვია KJ Wine. GK Wine-ერი. ქართული მშრალი ღვინო აწარმოებს საფერავი, ბუდიშური, ქისი. რაო, რკაწითელი. რკაწითელი ქვევრის. ვარდისფერი რკაწითელი, საფერავი ქვევრი, საფერავი semi sweet. ნახევრად sweet კვილი, ხო. ნახევრად. მოდი ამაში ვნახოთ რა არის. აი ავტომატებში semi auto ხო აწერია, semi ნახევარია. რკაწითელი, შვილის ნუკრის ნაამბობი, ნახეთ რა. ახლოდან. ბატონო დავით ეს იყიდება 8000 მოსავალი ეგეთი მაღაზია. ეს არის ქისი. ეხლა ნახეთ. ორივე თეთრი ღვინო ოღონდ ბოთლები განსხვავდება და ჯიშითაც. ევროპის ბაზრისთვის არის გათვალისწინებული, ამიტომ
საკმაოდ ანუ აწერია ხო და აქ აწერია რომ სოფელ ნუკრიანშია მოყვანილი. ნუკრიანში ვიცნობ მაგარკაც ცუკოშვილს თუ გიყურებს. ჰა? ცუკოშვილია გვარად. მოკლედ იქ ამზადებენ ამ იმას რა. ხო და ბატონო დავით მე შენ გემოვნებინებ ნაღდ აი ეს არის სუპერ ფილტრაციით გაკეთებული, ოღონდ ქვევრის არ არის. აწერია კიდევაც რომელი გავსინჯოთ? ნუ რომელი? ეს თუ ის. რომელი ზიგი? მოდი ეს გავსინჯოთ. მოდი. იმიტომ ძალიან გამჭირველი და რაღაცნაირია. ეს მერე ხო გვაქვს. მერე ეს გავსინჯოთ. ეხლა ეს გაკეთება გადმოვიღო და მოვწყოთ. ბატონო დავით დადგა ჟამი ჭეშმარიტებისა. ძალიან კარგი. არა მაიცა კაცო. მე რა იმას ავით მომდის, აი ეს ძალიან გონიერი ხალხი რო არ არის რა, ეგეთი. ეს მოდი ახლა მოვიტანოთ. აი აქ და ამოვალაგოთ. აღერანაირი გახდა. მაგარი. შეხედე. აი ეს. აღარ ერთი ცუდი აქვს ამას რა ბატონო დავით. ის არის რა ქვია, ძალიან ცხელია. ხო და ცოტა მოცდა მომიწევს. ჭირო თოხზე დაიკლაკნება ეგეთი რაღაც. ჭიაზავდო დაიკლაკნებოდა, ხო? ეს აქ დავდო და ესეც ეს. იმაში რო არის რა ქვია. ბატონო დავით, ეხლა მე გავხსნი ნუკრიანის ღვინოს. კაციტელი. ჯიჯი ვაინერი გახსნი? კაცმა ღვინის გახსნას უნდა იცოდე. მეც. მე ქოერის გახსნას ღვინის დაყენებას თოფისროლაც. თოფისროლაც. და ქალებთან მოქცევაც. ჯერა. ჰა? ჯერადრია? არო ჯერ მე რო. ეხლავე უნდა ისწავლო შვილო. ეგენ ისეთები არიან რომ გვიან ორ დაიწყო მაგის სწავლა შეიძლება გვიან იყოს. ნახე რა. შვილის ნუკლის და ისია გაფიტული საერთოდ წყალივით არის. მაგრამ ღვინოსთან ნუ იძახი სიტყვა წყალს. მოდი ეს ახტადე რა ბატონო დავით რა. იმიტომ რომ ესეთი ღვინო არასდროს არ მინახავს. არც გამისინჯეო. ვინიშუნი აქვს. აგასინჯე უკვე ჩავფრინდი? გამომორთ, პოლისანაი რა. ხადა რომ ჰარტემა. როგორია? ხო. ცხელია. არგაირე. აბა რომელი? აი, პირველი გავიგო. ეხლა გეტყვით ეს არის კერძია რა. თუ მაინც მოგივათ ამას მაინც ამას ნუ მოუტანთ, მაგრამ თუ ბავშვები ყავდა. ტელევიზორში ძომასა ჯაშიმის წამაგიყვათ, რასაც მე არ გიშებთ, იმიტომ რომ მაგრამ გასუქდეთ. ახლა მთელ ხვამს ხوار გავაკეთებ, მე დავსწრებით, ეხლა მე და ბატონო დავით ღამე მაინც აკავშირები და თქმეთ მიხედათ. მოდი ბატონო დავით. შენ ჩემზე ძელი ხარ. ხო ეგრეა. აქედან გამომდინარე მე შეზე მეტი გამოცდილება ხო. მეგობრობას გაუმართოს. ნამდვილი მეგობარი იცი ვინ არის? ან როგორია? ალმასივით არის, ბრილიანტი ხო იცი? ცოტა მაგარი და ძვირათა ფასობს. და აქედან გამომდინარე ღვინოსანაც შეგვიძლია გავაიგიოთ, რაც უფრო ძველია მეგობრობა, უფრო მაგარია, უფრო კეთილშობილი ხდება, გამიგეშინა. ოღონდ ჰაერი არ უნდა შეეპართო თუ დაძმარდა დრისას. ნამდვილი მეგობარი თუ რომ ტყუანი იყოს, ჩხუბობდე, მოვა მაინც გვერდზე დაგიდგება, გაიგეშინა. ის კი არა, მოდი ეგ ტყუანი და მართალი ვინია რამე, მოვიდა პირდაპირ ხია ვიძ გეჩხუბება დამთავრდა. შენ ზეგრე მოიქიცი. ახლა შენ მეგობრებს ვიღაცა უშმახებს. იქ არ დაიწყო გარჩევა, ვინ არის ახ მართალი და რამე. მიდი და პირდაპირ იმას მიეცი კბილებში, ვინ შენ მეგობარს გაიგეშინა. ერთ ხუბი ისე გითხარი რა, 100 და თორე სიტყვით უთხარი.
მარტო რეგიონები წყვეტავენ საქმეებს მუშტითა და პისტოლეტით. მაგრამ თუ საქმეზე მიდგა, ეგეც უნდა ქნა. ნამდვილ მეგობრობას გაუმარჯოს. როგორ მეგობრობას გაუმარჯოს, აი ვეფხისტყაოსანში რო არის ეგეთ მეგობრობას. კაცო საცოლე მიატოვა და მეორე შეყვარებულ კაცს დღეს და ვედა დაძდერდა. დრო აღარ მოხსოვს გარ რამ ისეთი 7 წელი ირბინის არა აი. მომიტევეთ ეხლა მე ვეფხისტყაოსის ის არ ვარ, მაგრამ აი ვეფხისტყაოსში ვნახე მაშინ, მეთქი ნახე რა დღეში არიან. ეგეთ მეგობრობას გაუმარჯოს, შენ მეგობრებს გაუმარჯოს, შენ მეგობრებს გაუმარჯოს, ვანოს მეგობრებს გაუმარჯოს. თქვენ მეგობრებს გაუმარჯოს, მეგობრებო და ძმებო. უმეგობროთ არაფერი არ გამოვა. უმეგობრო კაცი კედლის გვერდზე დაგდებულ აგურს აკავს, აი მარტო როა. და თუ ბევრი ხართ, კედელი ხართ და სიტყვასაც შეენარჩუნებ, სიცივესაც და ოჯახსაც და სამშობლოსაც. აშა მეგობრობას, უმეგობრო კაცი ცოდვა და კარაული და წეულია. ამენ. ამაგარია. არ ვიცი. ეხლა ამას რამდენად იყიდი მე არ ვიცი, იყიდით. ძვირიღისო რა, ევროპაში გაქვს 75 ევროთა ყიდიან იქ. აქ რაღის არ ვიცი. მოკლედ თუ ჭკუაში დაგიჯდათ და სტუმარი მოგივიდათ და გინდათ გაოცოთ, ან უცხოეთში ფოთლის აღება მოგინდათ. ბევრი მიდი მოდის ეხლა რა და ეს აუ ძალიან გემრიელია. ან იყიდეთ, ან კიდე აქედან წაიღეთ. შენ რაღაცა მოინუსხე ბატონო დავით, ა? ჯული არა გასა. ყემალ ჯარს. ურჩაუწო კაცო. ეხლა ჩვენ ჭამოს მოსხორავთ ეხლა. მოდი ამითი დავამთავროთ ეს ვიდეო. ეს ბავშვებს გაუკეთეთ რა და მადლობები დაგჭებიან, აი ძალიან მაგარი რა. ისი ამოლემე თქვენც ისის და გეტყვიან კიდე გამიკეთე მამა. ან დედა. ამით გამოგეშვით, კარგად ზონდებოდით მომავალ ვიდეომდე.